დილამშვიდობისა დღეს 25 ნოემბერია დილის 8 საათი და 30 წუთი. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების სტილა. ელისაბედ აბულაძე და გეგი ნემსიძვერიძე გაუძღვებით თქვენთვის დღევანდელ გადაცემას. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ, მოგესალმებით. ფიქრობთ საინტერესო იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა და მადლობას მოგახსენებთ აქვე რომ გვიყურებთ. ახლა საეკლესიო კალენდრის დრო არის ჩვენს ეთერში. შევიტყვეთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს 25 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 25 ნოემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა იოანე მოწყალეს, ალექსანდრიელ პატრიარქს, ღირს ნილოს მმარხველს, წმინდა წინასწარმეტყველ აქიას, ღირს ნილოს მირონდინარეს, ათონელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის წანოს. როგორც მოისმინეთ, მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს წმინდა იოანე მოწყალეს, ალექსანდრიელ პატრიარქს მოიხსენიებს. შევეხებით წმინდანის ცხოვრებას და ვისაუბრებთ ასევე მოწყალების შესახებ. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდება ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენგებაშვილი. დღეს ვისაუბრებთ ასევე მიჯაჭვულობის შესახებაც. ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე. ილიას სიტყვიერის სახე, წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მწერლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციას ჩვენი გადამღები ჯგუფი სტუმრობდა და გადაცემის დასკვნით ნაწილში ვნახავთ სიუჟეტს. და ახლა ამინდის პროგნოზის დროა. შევიტყვეთ როგორი ამინდი გველოდება თბილისსა და სრულიად საქართველოში და დავუბრუნდებით შემოგვერთდება მამა ირაკლი, როგორც გითხარით. დავბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვერთდა ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენგებაშვილი. დილამშვიდობისა მამა ირაკლი. დილამშვიდობისა მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოგწანდით. მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ წმინდა იოანე მოწყალეს ალექსანდრის პატრიარქის ხსენებას და გისურვებთ
ერთმა მრავალს დაგასწრო და გაგაძლიეროთ უფალმა ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარული. დიდი მადლობა ჩვენს გილოცავთ დიდი სიყვარულით და სწორედ წმინდანის შესახებ უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს გადაცემაში წმინდა იოანე მოწყალეს ალექსანდრიელი პატრიარქის შესახებ. მოწყალებასაც ბუნებრივია რა მნიშვნელობა აქვს ამის შესახებაც ვისაუბრეთ ჩვენი გადაცემის მსვლელობისას და რამდენად დიდი როლი აქვს მოწყალების გაღებას, მოწყალებას სიკეთის კეთებას, სწორედად მართლმადიდებელი ადამიანის ცხოვრებაში, მთელი ცხოვრების განმავლობაში. პირველ რიგში რომ გავიხსენოთ, ვინ იყო წმინდა იოანე მოწყალე, საბედნიეროდ ბევრი ცნობა გვაქვს, მე-7 საუკუნის მოღვაწეზე საუბარი და მეტი დეტალის შესახებ მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან დეტალებზე რომ ვითხრათ და ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს. დიახ, უდიდეს პიროვნება ბრძანდებოდა პატრიარქი ალექსანდრიის იოანე ეკლესიაში შემთხვევით და რა თქმა უნდა ერთმანეთად არავის არ აწოდებს, არ ანიჭებს ზედ წოდებას, როგორც მიცხოვნა გამომდინარე, მას ეკლესია მიენიჭა შესაბამისი თიკუნი მოწყალე და ამით მე მგონი ძალიან ბევრი რამეა ნათქვამი და ძალიან დიდი მოღვაწე ბრძანდებოდა. პირველ რიგში მიცხოვდა რამოდენიმე გამოვარჩევით ეპიზოდი, თორე ძალიან დიდი მოცულობის არის მადლობა ღმერთ, ღერს ფლად შემოინახა ჩვენ დროზე მის ცხოვრება. კერძოდ იგი 15 წლის ბრძანდებოდა, დაიბადა იგი კვიპროსის თავრის ოჯახში, მიიღო ძალიან კარგი განათლება. და 15 წლის იყო, როცა მას გამოეცხადა ძილში ულამაზესი ქალწული, რომელმაც უთხრა, რომ იგი ზეციური მეუფის უფროსი და უსაყვარლესი ქალიშვილია, თუ მასთან მეგობრობას გადაწყვეტს, აღუთქვა პატარა იოანეს, რომ იგი მას წარადგენდა ღვთის წინაშე და თავისთან სიახლოვეში ამყოფებდა. როცა გამოფხიზდა იოანე, მიხვდა, რომ ეს უფროსი ქალიშვილი მეუფის იყო სწორედ სათნოება, გულმოწყალება და გადაწყვიტა მან, რომ ახლა გულმოწყალება ამხელა უმაღლეს სათნოება ღვთის წინაშე, გადაწყვიტა თვითონაც გულმოწყალე ყოფილიყო. მაგრამ მაინც ეჭვები თითქოს არა სუღრინდა, რამდენად ეს ხილვა ღვთისაგან იყო, ნეშმაკი ხვარდი ატყუებდა და იმავე დილას, როცა მიგზავნებოდა ტაძარში ამ ფიქრებით გარემოცული, შეხვდა გლახაკი, რომელმაც მას დახმარებას თხოვა, ნახვრეთშიშველი იყო და იოანეს არ აღმოჩნდა თანხა ჯიბეზე და მისი ზედა შესამოსელი გაიხადა, ჩააცვა და როცა გავში ფიქრობდა, რომ ამდენად კარგად მოიქცა და მართლაც არ მისულა ტაძრამდე, ძალიან მოკლე მანძილზე იყო ტაძარი, მასგან შეხვდება უცოდ უცნობი ადამიანი, რომელიც მას მისცემს ქისით გარკვეულ თანხას, ოქროს, აი ეს ჩემო მეგობარო, შენ პირადი საჭიროებისთვის გამოიყენე და მაშინ დარწმუნდება იოანე, რომ ეს ღვთისგან იყო და გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება მოწყალე ყოფილა და აი ამ სათნოებას დაისახავს ვიცხოვრის უმთავრეს მიზნად, რომ თავის ცხოვრებაში განეხორციელებინა. შემდეგ როცა ალექსანდრიის პატრიარქი ალექსანდრიის საპატრიარქო ტახტი დაქვრივდა, მან ძალიან დიდი სასულიერო მოღვაწეობა გააღწია, მანამდე იყო დაცოშვილებული, გარდაეცვალა ცოლ-შვილი, შემდეგ ბერად აღიკვეცა, დიდი სახელი ქონა თავის სულიერი ცხოვრებიდან გამომდინარე და ყველამ ერთხმა თხოვა იმპერატორმაც და სასულიერო დასმაც, რომ მიეგო პატრიარქობის უღელი. თავიდან თავდებლობის გამო უარს ამბობდა, შემდეგ მოუწევდა დათანხმება, შეუდგა მოღვაწეობას ეს რთული პერიოდი ეკლესიისთვის, ამ დროს ეკლესიას აწუხებდა, ებრძოდა ძალიან ჩამოყალიბებული დიდი მწვავე, რომელსაც მონოთელიტური ერესი ქვია, იმასაც ახერხებდა იოანე, რომ ამ ერესთან ბრძოლასთვის გამოიყენო თავის საპატრიარქო ტახტი, ასევე დიდ სულიერ მოღვაწეობაში იყო, მარხვაში, ლოცვაში, ზრუნავდა მრევლის თავის სამწოს ზნეობრივ ცხოვრებაზე, სასულიერო და სრულყოფილ მსახურებაზე, მაგრამ არასოდეს არ ივიწყებდა თავის არჩეულ გზას გულმოწყალებისაკენ და მოწყალების სათნოებისაკენ სვლას. ერთ-ერთ პირველ რაც მან გააკეთა საპატრიარქო ტახტზე აღსადებისას დაავალა იკონომოს, რომ მის ქალაქში მყოფი ყველა გლახაკი სია ჩამოეწერათ, აღერიცხათ, 7500 კაციანი შემონახული ეს სია გაკეთა და პატრიარქს თოცაკურთხევით ყოველ დღე ეს გლახაკები ეკლესიის ქონებიდან პურდებოდნენ და ნუგეშ პოულობდნენ. ასევე თავადაც ხვდებოდა, ხო, მოთხშებათი და პარასკევი და მარტო ის გასაცემი არ მოწარსებოს ხორცელი მოწყალება, არსებობს სულიერი მოწყალებას, დიახ, მისი თქმა მინდოდა, რომ მას წესად ქონა ყოველი კვირის ოთხშაბათ პარასკევს იგი ეკლესიის კართან დაბრძანდებოდა და მთელი დღის განმავლობაში იღებდა მსვენელებს, მათ გაჭირებას ისმენდა და ყველა შეძების დაგვარად ეხმარებოდა. ასევე წესად ქონა კვირაში სამჯერ მაინც სნეულებს თვითონ მოიხილავდა, თვითონ მას მსახურებას გასცევდა და ძალიან დიდი სულიერი პირობა ბრძანდებოდა. ერთი ესეთი ფაქტიც არის, რომ აი ჩვენგან ნამდვილი განსხვავებული ორი მოწყალების სათნოება გვაქვს, შენდობას ვითხოვ, ახლა ვისაც ესეთი აქვს, მე არა მაქვს და იმიტომ ვიძახი, რომ ერთხელ გლახაკი შემოხდა იოანეს და სთხოვა დახმარება და 6 ვერცხლის მონეტა მის შემდეგ ამ გლახაკმა გამოიცვალა ტანსაცმელი და კიდევ გზაზე დახვდა იგივე. რა თქმა უნდა, მიხვდა პატრიარქი, მაგრამ მაინც კიდევ მინდა 6 მონეტა.
როცა კიდევ იგივე გაიმნო, რომ გლახად ყოფილ გონებულმა მე-13-ას გამოიცადასეს და დახვდა, უკვე მისმა მსახურებმა მიუთითეს, რომ იტყვებაო და მაგრამ პატრიარქმა შეაჩერა იქება და ქრისტემ ცდისო და მაინც მისცა მას უკვე 12 მონეტა და ამით ფაქტურად აი მისი უსირწყვილობას თავის გულმოწყალედ გადამეტა და შემდეგ შენდობა ითხოვა ამ პიროვნებამ. დიახ, მას ასევე ერთხელ უთხრეს, რომ კარგად ჩაცმულებიც მოდიანო დახმარების სათხოვნელადო და ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთო. დიახ. და უპასუხა, რომ სახეში არ უნდა შეხედაო შენ, როდესაც მოდის ადამიანი მოწყალების სათხოვნელად. აი ძალიან ბევრი მასწავლებელია ჩვენთვისაც ქრისტიანებისთვის, წმინდანების ისტორიატომაც ინახებოდა, მათ ცხოვრებას გადმოგვეც ამდენი საუკუნე ჩვენ სამწუხაროდ გამსხავდებით დამოკიდებულებით ხომ ჩვენც მოგდის ხოლმე ხშირად რომ შეხედავ რომ ხა ამას ვარჩევთ ვის დავეხმაროთ ვის არ დავ თუ ახმართ რა თქმა უნდა საერთოდ ზოგჯერ მაშინ გამჭით ხოლმე რომ ის ცუდად გამოიყენებს ამ იტყვი ახლა მილიონს აძლევ რაღაც თითო კაპიქზეს და ასე არ არის სწორი. თორე ივანეს განსწავლოთ რომ ქრისტეს ჩვენთვის არ უსწავლებია რომ ვის უნდა დაეხმარო და რატო უნდა დაეხმარო შენ თუ ქრისტეს შვილი ხარ და მის სათნობას გინდა მიბაძო უნდა დაეხმარო განურჩევლად განკითხვა განჯეს არ არის ჩვენი საქმე. სახეში როგორც სწორად მართებლად გაიხსენეთ მის სიტყვებია რომ სახეში არც უნდა შეხედო თუ ვის ეხმარო შენ მხოლოდ გაიცი რადგან შენსაც კი არ გასცემ საოცარი ახსნავს შენ ქრისტესაც გასცემ და ქრისტეს კი არ დაელევა ქონა ყველაფერი რაც კი გვეძლება ჩვენ უფლისაგან გვეძლება და მართლაც ის უხვად გასცემდა მოწყალებას ყოველთვის და როცა ხაზინა დაცარიელდებოდა კეთილი ადამიანის მეშვეობით ისე პირთამდე ისებოდა არასოდეს ალექსანდრეს ეკლესიას არ დაკლებია წყალობა და უხვის შესაწირავი გამცემი ხელი არასდროს რჩება ცარიელი და კიდევ ერთი ეპიზოდი დავმახსოვრდა განსაკუთრებით იოანე მოწყალის ცხოვრებიდან ბუნებრივია მისი ესეთი დიდი მოწყალება სიკეთე შესაძლებელია რომ აღძრავდა შურს თქვათ და ამ შემთხვევაში საერო ხელისუფლებისგან ერთ-ერთი საერო ხელისუფლისგან წამოვიდა ცოტა ისეთი არასასიამოვნო და იოანე მოწყალის პასუხი იყო ასეთი რომ მზე ჩადის მოდი შევრიგდეთ ხო? დიახ ესეც იყო რა თქმა უნდა სათნოებით შემკობილ ადამიანს ყოველთვის მტერი უჩნდება როგორც თავად ანუ იმავე დღეს დიახ და თუ როცა თუ მას ეს სათნობა ღვთისაგან აქვს აუცილებლად ამ მარტო ერთ სათნობით ვერ იქნება ქრისტიანი მარტო ერთი ბაირაღივით მას აუცილებლად ამკობს სხვა სათნოებას როგორც ამ შემთხვევაში გამოჩნდა მისი სიმდაბლე მისი მიმტევებლობა როგორც გაიხსენე და თვითონ დაასწრო მის შეურაცხყოფს უპატიომყოფილს შენდობის თხოვნა და მამამ დიდი ნაყოფი გამოიღო ასევე ესეთი ფაქტია როცა აღზიანებდა მამას მის ესეთი ღვთისმოსაობა პირადად ვერაფერს ვერ ნებდნენ და ერთ-ერთმა დიდებულმა იერიში მიტანა მის ახუნათისავზე და მას შეურაცხყოფა მიაყენა და დიდად დასტანჯა დაამცირა. დიახ და ამ ნათესავმა მიმართა ეძურებულმა დაჩაგრულმა იოანეს და ხალხთან წინაშე მოუთხრო მის ესეთი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა ამ პიროვნებისგან და მართლაც იოანემ უთხრა რომ მე ხლა ისე მაგაზ ისე შურს ვიძებ რომ მთელი ალექსანდრია გავკვირდებაო და მართლაც ყველას გაუკვირდა ახლა წინა პატრიარქს სიტყვები მაგრამ მართლაც ისეთ საქმე მომეკვდა ყველა გააკვირვა კერძო დაიბარა მეორე დღესო მისი ნათესავი შეურაცხყოფელი და უთხრა რომ მას ათავისუფლდა საეკლესიო გადასახადებიდან და ამით პირიქით წყალობა უყო და ეს იყო მისი შურის ძიება და ამ ძალიან დიდი დადებითი შედეგი გამოიღო რა თქმა უნდა შენდობა ითხოვა პიროვნებამ იოანესაგანაც და მისი ახლა ნათესავისაგანაც და ყველაფერი თვშიდათ მოგვარდა. დიახ ძალიან ბევრია ისეთი ეპიზოდი იოანე მოწყალის ცხოვრებიდან რაც დღევანდელ ქრისტიანს შეიძლება კონდეს სახელმძღვანელო. თქვათ რამდენად მნიშვნელოვანი არის მოწყალება და ჩვენ ვიცით ზოგადად რომ მოწყალება არის ერთ-ერთი უდიდესი სათნოება ღვთის წინაშე, აი თქვათ გარდაცვალებული სახელზე გაღებული მოწყალებაც რამხელა მადლი არის და ზოგადად ადამიანისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ყველას არ შეუძლია ესე უშურველად გაღება და ალბათ აი ეს ეპიზოდები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ბევრისთვის არის მასწავლებელი, თქვათ აი როგორ შეიძლება, რატომ უნდა გასცე მოწყალება და ის რომ გამცემი ხელი არასდროს რჩება ცარიელი. აი დღევანდელ დღეს აი ყველაზე მეტად რა პარალელებს გაავლებდით იოანე მოწყალის ცხოვრებიდან და რა უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე ქრისტიანებმა? დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა არის. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მოწყალე სათნოება ზოგადად მოწყალებაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ადამიანის სულიერი მოთხოვნილება უნდა იყოს, მაგრამ სანამ მოთხოვნილება გახდება უნდა ერთგვარად ვალდებულებად იჩინოს ყველა ქრისტიანმა. სამწუხაროდ აი ჩვენ გვავიწყდება მრავალი მამათა შეგონებანი კერძოდ რომ როგორც ცოდვა არის ბოროტების ქმნა, ასევე ცოდვა არის სიკეთის არქმნა. და დღევანდელ თანამედროვე ქრისტიანულ ცხოვრებაში, ეკლესიურ ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებას ნაკლებად დავარქვენ, შეინიშნება ასეთი ფაქტი, არც თუ იშვიათად, რომ მრევლის წევრებიც მაგალითად ღვთის მადლით, რა თქმა უნდა, ღვთის შემწეობით, ღვთის დახმარებით რაღაცნაირად ჩამოყალიბდებიან მრევლად, თუ აქტიურად დადიან ეკლესიას წელიწადზე რეგულარულად, აღსარებას ამბობენ ეზიარებიან და ეს მათთვის არის უკვე მაქსიმუმ სულიერი ცხოვრების. აი ამის იქით
აღარ ცდილობენ რომ სულიერი სათნოები შეიძინო და ეს რა თქმა უნდა არასწორია. ეს ვერ მოუტანს ვეცი ადამიანს ცხონებას. რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდებული ხა ბევრთან ესეც თანატრელი მდგომარეობა სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება მაინც ურწმუნოა, მაგრამ აქ არ მთავრდება შენი სულიერი განვითარებას კარგად უნდა გაიგოს ყველამ. რადგან ჩვენ გვახსოვს მოციქულის უნდა გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები რომ სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს. ღმერთი აუცილებლად მოგთხოვს ჩვენ საქმეებს. როგორც ისე მოციქული პავლე დააძენს რომ უფალი გვეტყვის რომ მათ ჩვენემ საქმენი შენი სარწმუნოებისაგან შენისა. ან მათ ჩვენი სარწმუნოება შენი საქმეთაგან შენთა და მარტო ჩვენი წმენა ეს ცოტა კი არა ეგოიზმს ემსგავსება უკვე იკეტება სულიერად ასეთი ადამიანი და ძალიან მარტივად ჩვენ ამას ვატყობთ ხოლმე რომ ხანდახან მათთამი მზრუნველობის გამო, დიდაქტიკის გამო, მოძღვრების გამო, აი საკმარის ასეთ ადამიანს თუნდაც ერთი დღე უარი უთხრა ზიარებაზე. აი შეიძლება საშინლად მოიქცეს. სად არის მორჩილება, სად არის მოთმინა, სად არის იმ წუთას გამოჩნდება რომ ის სულიერი ეგოიზმით გამსჭვალული ეზიარება ქრისტეს და ეს მას მინიმუმ სარგებელს ვერ მოუტანს, მაქსიმუმ ჯვარზე სასჯელიც მოუტანს. ამიტომ ეს არ არის ქრისტიანობა. რა თქმა უნდა არ დაიკარგება ღვთის წინაშე არჩენი აღსარებას წინა როგორც გენა იყოს ხარისხენ უხარისხო არც ლოცვა არც მარხვა არც ზიარება, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ცხონების საქმეზე. ეყოფა კი ეს ყველაფერი ცხონებას, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ღვთისგან არის. აი შენი რა არის? რაც ღვთისაგან მოგეცა ის როგორ ამუშაკი, აქედან ჩას უკვე შენი გაკეთებული საქმე და ამიტომაც ქრისტიანი ვალდებულად უნდა თვლიდეს თავს რომ მოწყალება გასცეს, რაც ჯერჯერობით რახან ამ სათნოზე საუბრობთ, უნდა და მithოდეს ეს პრობლემა არ არის დღეს გაჭირებული ადამიანის მეტი რა არის. თუ ესე დალოცვილი ადგილ და ცხოვრობ ერთმა გაგახაროს ყველა ვინც გენა იყოს რომ ახლო მახლო არ არის ეკლესია ხო არსებობს, შენ გამონახა როგორ შევა ნათესაობაში გაჭირებული არ ყავდეს ახლობაში გამორიცხულია, შენ უნდა მოინდომო ეს, შენ უნდა გადაწყვიტო რომ შენ ცხოვრება ჭიდაო და უცბად ღმერთი დაგეხმარო, ამის გარეშე ჩვენ ვერაფერს სარგებელი ვერ გექნება. ჩვენ ცხოვრდებით არა იმით რას არ ჩავდივარ, ჩვენ მაინც აქცენტირებული ვართ, ხა მარხვა დაიწყება. ესეც კარგია, დასაწყისი ეტაპი რომ ეს არ ჩავიდნენ, ეს არ გავაკეთო, აგერიანით არ შევწოდე, გონებით არ შევწოდო, იქემა მე საკვებზე სამარხო არ შემომეპაროს, უმარხო პეჩენი არ იყოს. ამაზე აქცენტირებული, თერე ჩვენი რესურსი გონებრივი თუ სულიერ გადის ამაზე. არ არის ეს სწორი. ჩვენ ცხოვრდებით არამედ რას არ გავაკეთეთ, რას გავაკეთებთ. და უნდა იყო დაფიქრებული იქემა მარხვაში განსაკუთრებით უნდა ვაკეთოთ სიკეთე, უნდა ვაკეთოთ რა თქმა უნდა მოწყალების საქმე და ამაზე კარგად დიდებულად იესო ქრისტე მათეს მახარებაში საუბრობს, ღმერთს სწორად ვერან ვერ გვეტყვის და სრულყოფილად, როცა საშინელი სამჟავროს ეპიზოდია მათეს ახარებაში, გახსოვთ, როცა უფალი აღადგენს აი ცხოვრების და თიკნების ეპიზოდი რო როგორ ეტყვის რომ შიშველი ვიყავდა შემოსეთმე, შიერი ვიყავდა მაჭამეთმე, ცნეული ვიყავდა მომხედეთმე. იქ არსად არ ახსენებს მაცხოვარი დიახ რომ რამდენ რომ ლოცულობდი, რომ არხულობდი, რომ ეზერდგანა მნიშვნელობა მას არ აქვს, ეს თავისთავად, მაგრამ ამის იქით რა გაქვს და ამას მოთხოვს ადამიანს, ანუ შენი საკეთებელი და ვინც ამას აკეთებდა, საოცრად შეამყოს ღმერთი ღმერთთან მოგვასწინო ჩვენც მისი კურთხეული ტკბილი მაცხოვრის სიტყვები რომ მოვედით მამისა ჩემის ანუ კურთხევნო დაიკვირდეთ თქვენთვის გამზადებული სასმელ დასწრამდე ქვეყანისაი. ეს არის ჩვენი სასწრაფო დამკვიდრებელი მოვალეობა, ვალდებულება და სანამ სუყოფილი მოთხოვნილება გახდება ჩვენი, უნდა დავიწყოთ ვალდებულება. სხვათა შორის აი გუშინ ბოდიშკეკი ეს სიტყვი ბავშვმა ჩემმა შვილმა მკითხა რომ ადამიანმაო რომ მხოლოდ ესე იგი ისე იცხოვროს რომ ბოროტება არ ჩაიდინოს და ეკლესიურად იცხოვროს, მაგრამ სიკეთი არ აკეთოს. ცხოვრდება თუ არაო და აი თქვენი პასუხი, აი რაც ისაუბრეთ, ეს იყო პასუხი ამ შეკითხვაზე. დიახ. მამა ირაკლი, კიდევ ერთი მომენტი რაც ვიცით ცნობებიდან გამომდინარე წმინდა იოანე მოწყალეს შესახებ არის ის რომ როდესაც შეძლებული ადამიანი ჩუქნის ძვირფას საჩუქარს მას უკან აბრუნებს ყიდის და შემდეგ ისევ ბრუნდება იგივე ადამიანისგან ეს საჩუქარი. აი სხვა კუთხით რომ განვიხილოთ დღევანდელ რეალობაში ეს მომენტი და რას გულისხმობ. არის შემთხვევები როდესაც კონკრეტული ადამიანებისგან არ გსურს მივიღოთ საჩუქარი, დახმარების ხელი, როდესაც გამოგვეწდება მათგან და მათგან სიკეთის ჩადენა. აი რამდენად უნდა იყოს, რამდენად არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად დახმარების ხელი აუცილებლად ჩვენც დავახვედროთ ადამიანს, რომელიც ცდილობს რომ რაღაც კუთხით დაგვეხმაროს და გვერდით დაგვიდგეს. თუმცა ჩვენი სიბრაზიდან გამომდინარე რატომღაც ამპარტანებიდან ალბათ. სიბრაზე ამპარტანების გამოდის ხოლმე ხშირად. დიახ, რა თქმა უნდა, ხა ცხოვრებისეულია
ვერთო ყოველას მოგცეს წმინდა იოანე მოწყალისნაირის სულიერი სიმაღლე, როგორც რატომაც ის იქნოდა ამ საჩუქარზე, ის ეხლა ბერი იყო, არაფერში არ ჭირდებოდა, მართლა ბერულად ცხოვრობდა, ის ძვირფასი საბან საჩუქებს, როცა დიდებული მიბრძანა მასთან ლოცვა-კურთხევის დაენახოს თუ ძალიან შეუფერებელი, გაცვეთილი და ძველმანი საბანი აფარია კელიაში და ამიტომ გაუგზავნეს, მაგრამ ის როგორც ბერი, აი ამ საქმესაც კი გამოიყენებს მოწყალეს, რა თქმა უნდა, ხარჯგასმულია, რომ პირველ დღესო დაიფარებს, რომ იმას გული არ დაწყვეტოდა, რომ შეუწიროს. არ ადამიანი რო გწიროს, მაგრამ ჩვენც უნდა შევუწირო, არ შეიძლება ადამიანს მოწყალება დაუკავო. აი სასტოპირების გომებაც ასეან მაგალითად, რა თქმა უნდა, ის არ უნდა მოითხოვდეს არავისგან შესაწირს, მაგრამ როცა სწირავენ, უნდა შეუწიროს, რადგან ის მისთვის მადლია. და ამიტომ ჩვენს გვევალება რომ რაც არ გინდა იყოს შევეცადოთ რომ იმ ადამიანს მოწყალება არ დაუკავოთ, არ გაუფუჭოთ, შეუწიროს ღმერთო და მე როგორც გინდა ისე მოვაქცეთ, გნებავთ იოანესად მოვიქცეთ, გნებავთ შენს გამოიყენე, არც ეს არის დანაშაული, მაგრამ ეს კი ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ რა საუბარია მოწყალების ფორმა თქვენ თუ კარგად ახსენეთ, მაინც ბევრს ესმის რომ რაღაც ფულთან ასოცირდება და ცოტა გასაკვირია დღევანდელ რეალობაში, იცით რომ ქართველების ზნედა ჩოყოცარი ხელგაშილობა იყო და არის. ეს სულაც არ იყო დამოკიდებული მაინც ფინანსურ მდგომარეობას. და დღეს საუბრობენ ახლა რომ აი იმიტომ უჭირო თითქოს არ აქვს ისეთი შემოსავალი, არ არის ამაზე დამოკიდებული, ეგრე ერთმა დაიფაროს, ბევრს არ უჭირს. მაგრამ თუ ესეც იყო, რაღაც ეჭიროება ეს ფულით, ხო, მოწყალეს მრავალნაირი სახე არსებობს, ადამიანის გვერდზე დგომა, ტკბილი სიტყვა, მისი გასაკეთებელი საქმის, აი თქვა შე რო იტვირთაო, ესეც მოწყალება არის. აი დღეს მაგალითად, ჩემი რილთაგანი არის, ღმერთმა დაალოცო, ჩემი ოჯახი სკოლაში წაიყვანა ბავშვები და მეუღლე და ღმერთმა ეს მოწყალება ჩემს მიმართ, მე არ მქონდა საშუალება, აქ უნდა მოსულიყავი, ღმერთმა შეუწიოს. ასეთი რამეებიც მოწყალების მადლით არის გამშვალული, მაინც არ არის საჭირო რაღაცას თუ ფულადით ესეც გადასახადი და ტარიფი. მეტიც არის ივანე ოქროპირი ბრძანებს, რომ ვინც საკუთარი შემოსავალიდან მონაგრე არ გასცემს, იგი მტაცებელია. ეს ძალიან ყურადსაღები სიტყვები ხალხა ეკლესიის სვეტი ბურჯი რო საუბრობს, ადამიანს წესად უნდა გაიხადოს შემოსავალი, ხელფასი აქვს თუ რამდენი თუ დღიური აქვს თუ თვიური შემოსავალი, უნდა ეცადოს რომ 10%-ია საუბარი ზოგადად, მაგრამ 10%-ს ვინ გასცემს? ვერა, ეს მათემატიკას შევეშვით ახლა ლაქმაში, ეს ძველ ლაქმაში უფრო კაცრად იყო ჯური და აბა არ გაიცათ, იმხელა შიში ქონათ, მაგრამ უფალმა თავისუფალ ნება მეტად წინ წამოწია და არ უთვლით არავის, მაგრამ ეს ფასტანიშას თუ შენ დადებით შეთვის სასიკეთოდ გამოიყენო, ხო? ეს ის თქმა მინდა რომ ჩვენ გვაქვს წმინდანების უამრავი წმინდანების ისტორია, საოცარი წმინდანობის ერთ-ერთი ალბათ მათთვის რაც გახდა გარანტი და ჯილდო რა რომ მათ ქონდა წესი, მაგათ იოაკიმიანა და ასეთები რამდენი იყვნენ წმინდა ეულოგიაში უცხო შეწარებელი და ასეთები, რომლებიც რო თავიანთ მონაგეს, მეუნაგირე, ავლიპი, ეხლა ხსენება თავიანთ შემოსავალს სამ ნაწილად ყოფდნენ, ერთი ეკლესიას, ერთი გლახაკებს, ერთი საკუთარი საჭიროებისგან მიხედვით. და ეს იყო ისეთი კურთხეული ცხოვრების წესი მათთვის, რომ არა მარტო არ აკლდებოდათ ბარაკა და დოვლათი, არამედ სული ცხოვრებაც გამოიწვით ამ ცხოვრებაზე და წმინდანებიც კი გახდნენ. იმხლა დიდი მადლი აქვს მოწყალების სათნოებას. ამდენს თუ იმისას თუ არ ჯერა წმინდანის ისტორია სწორია და წმინდანები არიან, სადაც და თვითონაც დარწმუნდება, რომ ძალიან დიდი მადლია თუ ასე მოიქცევა. მამა ირაკლი, აი ზოგი ესე ამბობს და არსებობს ესეთი მოსაზრებაც, რომ არ არსებობს უანგაროდ გაცემული მოწყალება და სიკეთე უანგაროდ, იმიტომ რომ შესაძლებელია ადამიანს ამოძრავებთ ის რომ ელოდება აპლოდისმენტებს, თქვა თავის გაკეთებული სიკეთის წილ, აღთის წინაშე უნდა რაღაცა მადლის მოპოვება და ნუ ამასაც ანგარებად უთვლიან ადამიანს. და მეორე მომენტი კიდევ ის რომ ზოგჯერ ადამიანი კი გასცემს, მაგრამ მე ისე ნერვიულობს და ისე დრტვინავს, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ იმდენი გასცა რომ მე ამაზე შენ თვითონ აღარ დარდობდე. დიახ, ნუშოესთან ინდივიდუალური, აი ცხოვრების სეული ყველას გიკანახებთ, ღმერთი არ არსებობს, რომ არ გთხოვს ღმერთი მაინც რომ მართლა იმ ხელას სიმაღლეს როგორც იოანე მოწყალეს ქონდა, როგორც წმინდა იოაკიმ ანას ქონდა შეძლებიშ და აქ არის საუბარი, უნდა გასცე უბრალოდ თუ ამ მადლის შეისწავლე და დაიწყებ მუშაკობას, მე ისე ისწავლე, შენთან გაგიკვირდება როგორც მოუმატებ გასაცემეს. თორე რა თქმა უნდა, ღმერთი კი არ საზღვრავს, აიმიტომაც მეათედი ახალ ლაქმაში ასე არ მუშაობს, რომ ღმერთი უყურებს გამცემის გულს. და ხიერულად გამცემი უყარს ღმერთს და არა მაინც და ესეთი ლაკანური სიტყვები წავეკითხე ერთ-ერთ წმინდა მამისა, რომ თუ პურსო გასემო დანანებითა და წუხილით პურსაც დაკარგავ და ჯილდოსაც. ასე რომ ჯობია რომ ცოტა გასცედი, აი როგორც მეტი მაგალითად რა თქმა უნდა, ფრივის 2 სპილენძის მონეტა ღმერთმა როგორ შეიწირა და ხაზიც გაუსვა, ვიდრე ნამეტნავეჯაგან გაცემნა და თავარია ჩვენ
გავცეთ. როგორ გავცეთ, იმასაც ღმერთი გვასწავლის. თუ იმას აი ეს მომენტი აქვს, რომ როგორ ანგარებაში არ ჩაუთვალო, რა თქმა უნდა, იესო ქრისტეს სიტყვებია სწავლება სახარებისეულო, მარჯვენა მარჯვენა იცოდეს მარცხენა როგორ გასცემ, მარცხენა მარჯვენა დაფოლოში უნდა გასცემ, მაგრამ დღეს ცოტა თუ ეს ვერ ხდება და ესეთ გარმში უწევს ადამიანს გაცემა, რომ ბოდიში ანგარება ყვირის მისი მოწყალდა, მე ამისთვის ზოგი ცილსტამებს, ზოგი შეხვდა საყის ამას ვერ იტევს. მაშინ მან მოიფიქროს და მოძებს ადამიანს სიბრძნე ქრისტიანს აქვს, რომ ისე გასცეს არის ამის საშუალება, რომ სულაც არ ახმაუროს თავის მოწყალება, თუ უნდა რომ ჯილდო არ დაკარგოს, თორე ღმერთის წინაშე მაინც არ დაიკარგება არანაირი მოწყალება, უფალი ისეთი მოწყალია. აგერ ჩვენ გვახსოვს პეტრე მეზვერე ყოფილის შემთხვევა ისეთი ძუნწი ადამიანი იყო მსგავსიო იმ ქალაქში და სამხედროში არ იყო როცა მიცხოვრებდა ყვებიან რომ არა და მეზვერეთა მთავარი ხარკის სამხედრო უმდიდრესი ადამიანი და ერთ-ერთმა გლახაკმა დაიქადნაო რომ აი ნახეთო პეტრესგანო თუ მოწყალება არ მიიღო და დაცინეს იმისგან გამორიცხულიაო და ერთხელ როცა პეტრეს დატვირთული სურცად სანოვაგე მიქონა სახში ურემით ბევრი საჭმელ სასმელი და ეს გლახაკი გადაუდგა წინ მოსვენება არ დაუტოვა დამეხმარე და პეტრე ვერავთ ვერ მოიშორა ხელების დაკვირვებულა ურამი მიაქვს და ბოლო-ბოლო რო არ მოეშვა გლახაკი არ სახლის კარებამდე ზიადგა და პური ესროლა ამ გლახაკს რომ მოეშორებინა და გლახაკი წამოვიდა მაყოფილი რომ თავის სიტყვა აღასრულა და იმ პეტრეს საოცარი ხილვა აქვს იმ ასე ძუნწ ადამიანს იმ ღამეს რომ საკუთარ თავს იხილავს გარდაცვლის სამჯავროზია მისი საქმეების განსჯახდება ღვთისაგან და აქეთ ბოროტი ანგელოზი დემონები აქეთ სასწორზე ალაგებენ მის უამრავ ცოდვებს გაკეთებულ სუსიწუდეს და არ გაკეთებულ სიკეთეებსაც აყვედრიან და აქეთ სპინაზე არაფერი არ აღმოჩნდა დასადების სიკეთე და ანგელოზზე მოიტანენ მის ნასროლ პურს და პურსო დადებენ საწოლ სპინაზე ეს პური გადაწონის თელ მის სიცუდეს და როცა გამოიღო პეტრეს მიხვდება დიახ რაც განსწავლა გაკვეთილ ჩაუტარა ღმერთს ამის მერე საოცარი მოწყალ გახდება თავის თელ ქონებას გასცეს მოწყალე და კიდე უმაღლესი აი არ არის და ადამიანის პოტენცია სიბრძნეს არ აქვს დასასრული რა დონეზე მას სულიწნის მადი შეეხო რომ საკუთარ თავსაც კი მონად გაყიდის და ამითაც მოწყალებას გასცემს და დიდი წმინდანი შეიქმნა მე სასწაულმოქმედ ნიჭი დაჯდოება ღვთისაგან ამიტომ ყველა შეუძლია საზომისა მისისა და რომ გასცეს მოწყალება საზომისი როგორია ჩვენ არ ვიცით მარტო ღმერთმა ვის რამდენი ტალანტი როგორი უნდა მოგცა და რო გაიგო რამდენი მოგცა უნდა დაიწყო ამის კეთება და ღმერთი გამოაჩენს და გვიკარნახებს. აი საუბრის ბოლოს მამა ირაკლი დაახლოებით 3 წუთი გვაქვს დარჩენილი სასაუბრო დრო მადლიერების შესახებაც რომ ვისაუბროთ რამდენად მნიშვნელოვანია მადლიერება ჩვენს ცხოვრებაში პირველ რიგში უფლის მიმართ შემდეგ დარჩენილ საზოგადოების მიმართ ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ ნებისმიერი ადამიანის მიმართ თუნდაც არ დავეხმაროთ ერთმანეთს ხომ აი რაღაც მადლობის ნიშნად აუცილებლად უნდა გადავუხადოთ იმისათვის რომ რაღაცაში აუცილებლად ვეხმარებით ყოველთვის და გვეხმარებიან აუცილებლად ისე მადლიერება ახლა უდიდესი სათნოებაა მოწყალებასთან შედარება არ შეიძლება ყველაფერს თავის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ჩვენ სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ აი ჩვენ გვავიზდება ისე რომ დავაკავშირო მინდა მოწყალება და მადლიერება ერთ-ერთი მამა გამგვიმარტავს, აი მამა უჩვენოს შემთხვევას, მამა პური ჩვენი არსობისას ხოთ ღმერთს და პური არსობისა როგორაც ამ გაგებით თუ სხვა მრავალი გამარტება აქვს ამ პური არსობისა, თქვა ზიარების პური ციგულის ხომ, მაგრამ ერთ-ერთი გამარტება ესეთია რომ თქვა პური არსობისა რომ საჭმელი უჭირდება მოგვეცი ჩვენ დღეს ხო რომ ამ შივრები არ ვიყო და ამას ღმერთი გვისმენს ხო როგორ წესიო ღმერთი რომ გვისმენს სამჩევლო ცვას არსობისას კი არა ოდი გვაზიო ზედმეტობით თუ დავაკვირდები და ზედმეტს იმიტომ გაზგარა იმიტომ რომ მაგდენი გჭირდება რამდენჯერ უხვი წყალბა ღმერთს მოუღია ამ თუნდაც ამ ლოდის შედეგად ხო იმიტომ გაზის რომ სხვასაც უნდა გავუნაწილო და ეს უნდა გაგვახსენდეს ყოველთვის და თავარია რომ მიხვდები ამას რომ ვისგან გეძრავ თუ და მამაუჩვენო შე რომ წვენით ილოცებ რატო ედრება რომ ხვდები ამით აღიარებ უნდა აღიარებ ერთწვენას რომ ღმერთისგან გეძლევა ჯერ გათენებული დილა ჰაერი გონება სიცოცხლე და იმ საჭმელსაც ღმერთი გაძლევს რომ შენი არსებო და შენმა ოჯახმა და როგორ უხვებით გაძლევს ხანდახან დაუმსახურებლად იმის აი საქმე არ გაკეთებია მიასედიც რაც ღმერთმა ჯილდო წყალობა მოიღო აუცილებლად შენ გაგჭირდეს მადლიერებით ღვთისადმი რომ ღმერთმა მოიღო წყალობა და შენს გაგიჩნდება ბუნებრივად თუ ქრისტიანი ხარ თუ ადამიანი ხარ შენდობას ვითხოვ კაი გაგებით სულიერი გაგებით რომ ეს მადლიერება ღვთისადმი გამოგმართ სიტყვით კი არა ო გაიხარე ღმერთო მადლობა შენც იზრუნო მოყვას როგორც შენზე ღმერთი ზრუნავს როგორც საკუთარ შვილზე და ასე ყველაფერი სწორად წარიმართება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში თუ გვინდა რომ ღმერთმა შეგვიწყალოს ჩვენც უნდა ვიყოთ მოწყალეები ვიყოთ მოწყალე ამ მამა თქვენი ზეცათა მოწყალეა აი დიდებულად ნეტარები დავასწროთ მაშინ უფალას ყირდება მიც მოწყალე გახო მოწყალე გახდები ისე კი არა ერთხელ გაჭირებული შეხვდება და სხვა გზა რო არ აქვს პეტრესავით გასაკანს არ მოგცეს ან რაღაცა საახალწოდ მოაგროვებ და ერთხელ გაისე კი არა მოწყალე თუ იქნებ ბუნებით ანუ შენი თვისება თუ გახდება როგორ ზოგადად მოწყალეს სულ გასცე მოწყალებას ბრასკვიდება ნახეთ ნეტარი იყვნენ მოწყალენი
ამიტომ იგივე შეიწყალე, შენ რო შეიწყალებ, უფალით შეგიწყალე, საოცრად. კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა იოანე მოწყალეს ხსენების დღეს და დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი დაგემშვიდობთ. დიდი მადლობა. მეც მადლობა. ნაძალადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ვაგრძელებთ გადაცემას, მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და
ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას ძალიან საინტერესო თემით. ემოციური მიჯაჭვულობის შესახებ უნდა ვისაუბროთ. შემოგვიერთდა ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ლალი ბადრიძე. დილამშვიდობისა ქალბატონ ლალი. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, მადლობა თქვენი დროისთვის. ძალიან აქტუალური თემა არის და ვიცით რომ სხვადასხვაგვარი არსებობს მიჯაჭვულობა, სხვადასხვა რამის მიმართ, რამისადმი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მიჯაჭვულობაზე, რომელიც ადამიანის მიმართ აქვს, თქვა დედას შვილის მიმართ, დედმამის შვილებს ერთმანეთის მიმართ, მეგობარს მეგობრის მიმართ და ნუ პარტნიორულ მიჯაჭვულობაზე ასევე. როდესაც ჩვენ გვესმის ეს სიტყვა მიჯაჭვულობა, რატომღაც უარყოფითი შინაარსი მოდის. არსებობს თუ არა ჯანსაღი მიჯაჭვულობა? მოდით ამით დავიწყოთ. მოდი ჯერ დავიწყოთ იმით, საერთოდ რა არის მიჯაჭვულობა და საერთოდ საიდან ჩდება ეს მიჯაჭვულობა. ორი მიზეზი, ანუ ორი რამ განაპირობებს მიჯაჭვულობას, რითი ჩდება და პირველი ერთ-ერთი მთავარი გახლავთ ეს ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც არის ზრუნვის ჰორმონი და ნახეთ ჩვენ ადამიანებს გვაქვს მოთხოვნილება ზრუნვის, ხო, რომ ვიღაცაზე ვიზრუნოთ და ვიღაცა მიზრუნოს ჩვენზე. აი ეს ზრუნვა ზუსტად როცა მე ვზრუნავ ვინმეზე, ან ვინმე ზრუნავს ჩემზე, არის ზუსტად რასაც ჩვენ მიჯაჭვულობას მაგრამ ზოგჯერ თქვა სამხრივადაც ყალიბდება ეს მიჯაჭვულობა, ანუ დღევანდელ დღეზე რო ვისაუბროთ, როდესაც ერთი ადამიანი არის მიჯაჭვული და ერთი შეიძლება ზრუნავდეს და საპასუხოდ ვერ იღებდეს იგივეს, იმავეს სხვისგან. ხო, ზუსტად ხა წეგან მაგას არ ამბობდი, რომ არის თუ არაო ჯანსაღი მიჯაჭვულობა. აი, ჯანსაღი როდის არის? ხო, ჯანსაღი მიჯაჭვულობა, როცა მე ვზრუნავ და ისინი ზრუნავენ, როცა თანაბარია და როცა ნახე, რასაც გავცემ იმას ვიღებ. აქ არაფერია საგანგაშო, ხო? პირიქით ეს აუცილებელია ეს მიჯაჭვულობა გვაქვს ყველას ხო რო არ ქონდეს ეს მიჯაჭვულობა ვერც ვიარსებებდით მაგრამ ეს ერთი სახე მიჯაჭვულობის და არსებობს მეორე დამაზიანებელი მიჯაჭვულობა რომელიც თავის მხრივ კიდე სამად იყოფა ერთი არის მიჯაჭვულობა შფოთვითი მიჯაჭვულობა როცა მე მიჯაჭვული ვარ აი ზუსტად ის რომ ახსენე არ შემილია მის გარეშე ყოველ წუთში ვამოწმე ბაბა დამირეკა არ დამირეკა როგორ არის სად არის რანაირად არის და მგონია და ამას სიყვარულს ვეძახეთ სინამდვილეში ეს მიჯაჭვულობაა ხო და არსებობს განრიდებითი მიჯაჭვულობა როცა პირიქით არ მინდა და გაურბივარ ამ ადამიანს ამასაც მიჯაჭვულობა ქვია ამბივალენტური მიჯაჭვულობა თუ გაურბივარ როგორ ვარ მიჯაჭვული ხო გაურბივარ ზუსტად ეს აი ნახე თან მინდა თან მეშინია და ეს ყველაფერი ხო ბავშვობიდან ყალიბდება ხო ყველაფერი იწყება ბავშვობიდან მანამდე ადრე ეგონათ რომ ქცევა განაპირობებდა მარტო მიჯაჭვულობას ამერიკაში ყო ესეთი მიმართულება ბიჰევიორისტები რომლებიც ფსიქოანალიზს დაუპირისპირდნენ და ამბობდნენ რომ ყველაფერი არის დასწავლადი თუმცა ინგლისში 20-იან წლებში მე-19 საუკუნის გაჩნდა ასეთი მე-20 საუკუნის ჯონ ბოულბი ფსიქოლოგი რომელიც დაფიქრდა რომ რაღაცა მთლათესი არ უნდა იყოსო საქმეო ის თვითონ გაიზარდა ოჯახში სადაც დედას მისთვის არ ეცალა და მოუყვანეს ძიძა რომელიც ძალიან უყვარდა და მე ეს ძიძა რო წავიდა ისე დღეში ჩავარდა ეხაც მახსოვსო ის ემოციებიო 7 წლის ასაკში რაც დაემართა შემდეგ ის მუშაობდა მასწავლებლად და ორ მოსწავლეს აკვირდებოდა ერთი მოსწავლე იყო
აგრესიული, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს და ისე გამოხატავდა თავის აგრესიას, მეორეს უდასდებდა მას და სუსითბოს ეძებდა, სიახლოვეს ეძებდა და მიხვდა, რომ ერთნაირ სიტუაციაში შეიძლება სხვადასხვა რამ მოხდეს და სხვადასხვანაირი მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს და დაიწყო ამ მიჯაჭვულობის კვლევა. დიახ. და აღმოაჩინეს, შემდეგ ჩაატარეს ექსპერიმენტი, მასთან ერთად იყო ერთი სხვა ფსიქოლოგი ქალბატონი ეივორსი, თუ არ ვცდები, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერიმენტი მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით 100 ოჯახს აკვირდებოდნენ და ესე დაარქვეს უცნაური შემთხვევა. როცა ბავშვი იყო დედასთან ერთად ოთახში და ატარებდნენ ექსპერიმენტს. შედიოდა უცხო ადამიანი, დედა გადიოდა, შემდეგ დედა შემოდიოდა, ეს უცხო ადამიანი გადიოდა, ან საერთოდ დედა გადიოდა და არავინ არ რჩებოდა ოთახში. მოკლედ, 8 სხვადასხვა ვარიანტი იყო და აღმოაჩინეს აი ეს მიჯაჭვულობის 3 ტიპი, შემდეგ უკვე მეოთხეც აღმოაჩინეს, უკვე ქაოსური მიჯაჭვულობა და რა აღმოჩნდა? დიახ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ბავშვი, როდესაც დედა მიდიოდა, გათქმა უნდა განიცდიდა, მაგრამ შემდეგ ჩერდებოდა და დედა რო ბრუნდებოდა, სიხარულით ხვდებოდა მას და გამოხატავდა ამ სიხარულს, ეხუტებოდა დედას და სითბოთი გამოხატავდა. ეს არის ჯანსაღი მიჯაჭვულობა და აბსოლუტურად ნორმალური, როდესაც მე შემდეგ წლების მერე ეს ბავშვი იზრდება, მას ნორმალური ურთიერთობა აქვს და-ძმასთანაც, მეგობრებთანაც, პარტნიორთანაც და ჩვეულებრივ გახსნილი ადამიანია, ღია ადამიანია და არ უჭირს ურთიერთობა. მეორე ტიპის ბავშვები აღმოჩნდნენ, რომელიც დედა რომ მიდიოდა ისტერიკაში ვარდებოდა, ვერ წყნარდებოდა, ძალიან განიცდიდა ამას, იმიტომ რომ ამ ბავშვს ეშინოდა, რომ დედა არ დაბრუნდებოდა. ესე იგი გამოცდილებაში ქონდა რაღაც, როდესაც დედა მის მიმართ სითბო არ გამოხატა. და ესეთი ბავშვები როგორ იზრდებოდა? დედა როცა ბრუნდებოდა, გაბრაზებული ხდებოდა. ხანდახან არც ეკარებოდა, ან უცებ მივიდოდა, ჩაეხუტებოდა, მეორე წუთში ისევ გაიბუტებოდა, ამბივალენტური მიჯაჭვულობა გაუჩნდა და დიდობაში ზუსტად ეს ადამიანები შფოთვით მიჯაჭვულობა ყალიბდება, როცა პარტნიორისგან ითხოვ ყოველ წუთში ყურადღებას, ითხოვ, რომ ეს ადამიანი მაქსიმალურად შენზე იყოს გადმორთული, ყოველ წუთას ტელეფონს ამოძებდა, დამირეკა, არ დამირეკა. თუნდაც დედისა და შვილის ურთიერთობა შეიძლება იგივე იყოს, ხო? შეიძლება 2 წუთი სადღაც აბაზანაში შეხვდა, გამოხვალდა 35 მესიჯი დაგვთა დედა გირეკავს, არა იღე გირეკავს, არა იღე და გაგიჟებულია, რომ ქალბატონ ლალი, ეს ბავშვობაში მიღებული გამოცდილება ინდივიდუალურად გრძელდება ზრდასრულ ასაკში თუ აუცილებლად ყოველთვის ყველა ადამიანზე ისეთნაირად მოქმედებს, როგორც ბავშვობაში მიღებულია გამოცდილება იმის მიხედვით. თითქმის ყველა ადამიანზე ერთნაირად მოქმედებს, მაგრამ დედა თუ არ არის და მას სხვა ანაცვლებს, შეიძლება ანუ ამ სითბოს თუ იღებს ბავშვი და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს მაიმუნებზე. მაგაკებზე, აი ზუსტად ეს მიჯაჭვულობის თემა იყო ძალიან საინტერესო და პატარა მაგაკებს დედა მოაშორეს და მოათავსეს სივრცეში, სადაც დედა მაიმუნი იყო ერთი ნაჭრისგან გაკეთებული, მეორე იყო რკინის მაიმუნი. ამ რკინის მაიმუნს ჰქონდა რძე. ანუ იმას, რასაც აჭმევდა მაიმუნებს, იმიტომ რომ ადრე ეს ბიჰევიორისტები თulidan ვეღარ დავასრულეთ წეგან, რომ ვინც აჭმევს, იმაზე უყალიბდება მიჯაჭვულობა და ზუსტად ეს გადაამოწმეს. მაიმუნებს აჭმევდა ეს რკინის დედა, მაგრამ რას აკეთებდნენ? ამასთან ჭამდნენ და იმას ეხუტებოდნენ. ანუ თბილი იყო ის მაიმუნი და ნუ მხოლოდ ეს კვების პროცესი არ განსაზღვრავს მიჯაჭვულობას. ანუ ის იყო რბილი და თბილი. იმას ეხუტებოდნენ და მეორე გაართულეს ექსპერიმენტი, როცა აშინებდნენ ამ მაიმუნებს, რას იზავდა? გარბოდნენ და ეხუტებოდნენ ნაჭრის თბილ დედას. მაგრამ როდესაც ეს თბილი დედაც მოაშორეს და მარტო რკინის დედა დატოვეს, რომელიც აჭმევდა ხოლმე, არც ერთი არ ეკარებოდა რკინის დედას, იატაკზე წვებოდნენ და ყვიროდნენ და დააცუდო მდგომარეობაში იყვნენ, ხო და მე სხვათა შორის აიკრძალა ექსპერიმენტები ცხოველებზე, იმიტომ რომ ჩაითვალა, რომ ნუ ეს არ იყო ჰუმანური, არ არის ჰუმანური ნამდვილად. ხო და აღმოჩნდა, რომ ესე იგი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? დედა როგორ იქცევა ბავშვობაში. მამის ფაქტორზე რა სიტყვით? თქო, ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ დედის როლზე, მაგრამ აი მამა რამდენად განსაზღვრავს მამისგან მიღებული გამოცდილება, რამდენად განსაზღვრავს შემდგომში ადამიანის მომავალს და როგორ მოიქცევა მომავალს. დედისაც და მამისაც ორივეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თანაბრად არა. დედის უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად ნახე სითბოა ძალიან მნიშვნელოვანი. ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში
ადრე მოკლედ მოგეხსენებათ ჩახუტება და ამბავი ამერიკაში არ შეიძლებოდა, ხო? მიღებული არ იყო. და ბავშვებში იყო სიკვდილიანობა ძალიან დიდი. და აღმოაჩინეს, როცა სტატისტიკას აკეთებდნენ, რომ ერთ-ერთ კლინიკაში გაცილებით დაბალი იყო ახალშობილთა სიკვდილიანობა, ანუ რთულ ბავშვებზე ვლაპარაკობ, ვიდრე სხვა კლინიკებში. დაინტერესებდა, ხა რა ხდებოდა? ნახეს გაიდლაინები ერთნაირია, განსხვავება არ არის, მიზეს ვერ მიაკლის და დააყენეს კამერები. და რა აღმოჩნდა? ღამე მორიგეობდა, ქალი რომელსაც ბავშვები ძალიან უყვარდა და როცა ბავშვი ტიროდა და ეგონა რომ არავინ არ უყურებდა, იყვანდა ამ ბავშვს ხელში და ეხუტებოდა. და აი ამ ბავშვებში სიკვდილიანობა იყო ბევრად შემცირებული. სითბოს რამ ხელმისაწვდომობა აქვს. და ამის მერე შეცვალეს დამოკიდებულება და თბილები გახდნენ შედარებით. თბილების გახდნენ და ნახე ჩემს ახალგაზრდობაში ითვლებოდა რომ ბავშვმა უნდა იტიროს, არ უნდა აიყვანო, იმიტომ რომ ვიტირებს და გაჩუმდება და შენთვის კომფორტია სინამდვილეში ბავშვს უყალიბდება ამ დროს აი წლამდე განსაკუთრებით ნდობა-უნდობლობის საკითხი. როცა მე ვტირი და არავინ საშუალად არ მოდის მეშინია საფრთხეს გრძნობ და როცა მე ვტირი და დედა მოდის თუ მამა მოდის და ჩამეხუტება, მომეფერება დობა მიყალიბდება უკვე და ვიცი რომ თუ მე გამიჭირდება აუცილებლად მოვა ვიღაც ვინც მე დამიცავს ვინც მე გადამარჩა და მე ეს გადამაქ რა თქმა უნდა ყველა ურთიერთობაში და მათ შორის პარტნიორულ ურთიერთობებში. თავდაპირველად აი რა განაპირობებს მიჯაჭვულობას თქვენ რამდენიმე მაგალითით ძალიან კარგად ახსენით, მაგრამ აი უკვე თქვა ჩამოყალიბდა ადამიანი, რომელსაც აქვს ტოქსიკური მიჯაჭვულობა მეორე ადამიანის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა თქვა პარტნიორია დედა, მამა თუ თქვა სხვა პიროვნება და ეს თვითონაც აწუხებს განიცდის თუ პარტნიორთან მიმართებით არის მით უმეტეს თქვა რაღაცა ტკივილს განიცდის და აწუხებს პარტნიორსაც ან მეორე ადამიანს. აი რა რეკომენდაციებს მისცემთ ესეთ ადამიანს, როგორ უნდა გამოვიდეს ასეთი მდგომარეობიდან, ან შეიმსუბუქოს მაინც მდგომარეობა, როგორ მართოს საკუთარი მიჯაჭვულობა. ჯერ პირველ რიგში უნდა გავარკვევთ მიჯაჭვულობის რა ტიპი მაქვს და სად ვარ. ხო? და აი მარტივ კითხვებს გასწავლით, რომელსაც საკუთარ თავს დაუსვათ და დავფიქრდეთ, სადა ვარ. მიჯაჭვულობის რა ტიპი მაქვს, ხო? პირველ რიგში, რამდენი ხანი შემიძლია გავძლო პარტნიორის გარეშე. მეორე, საერთოდ დუმილი რომ იყოს? აი ნახე პარტნიორი წავიდა, სადღაც რამდენი 1 საათი, 2 საათი, 1 დღე, 2 დღე თუ პანიკაში ვარდები, რამდენიმე საათი არ გამოჩნდა, არ დამიკავშირდა. ხო, აი რამდენი ხანი შემიძლია გავძლო პარტნიორის გარეშე. მეორე, რამდენად საკმარისია ჩემთვის ის ყურადღება, რასაც პარტნიორი იჩენს ჩემს მიმართ. მესამე, ძალიან მე როგორ ვისმენ პარტნიორის ემოციებს. მეშინია თუ არა მიტოვების. შეიძლება ვფიქრობ, რომ ვაიმე, არას უნდა ვაკონტროლო, სულ ერთად რამდენად ვაკონტროლებ, რამდენად ვენდობი ადამიანს თუ მის ტელეფონს ავიღებ და ვამოწმებ, აბა ვის დაურეკა, აბა რა გააკეთა, ვაიმე ხო არ მედის, ვაიმე ხო არ მტოვებს. ამ კითხვებზე აუცილებლად გვაქვს პასუხი, ხო შეიძლება რომ პასუხი არ გაგვაჩნდეს ამ კითხვაზე. როგორ არ გაგვაჩნიეთ? თუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით და უცხელები ვიქნები, იცი რა, სხვასთან ვაღიარებ და საკუთარ თავთან ვაღიარო და როცა ხვდები რომ არ არის ჯანსაღი ეს ჩემი დამოკიდებულება, შენ თვითონ ხვდები რა არის ნორმალური და რა არ არის ნორმალური, ხო? და როცა ხვდები რომ არ არის ნორმალური, შეცვლა რა თქმა უნდა შეიძლება ყველაფრის სწავლა შეიძლება და როცა მარტო ვერ უმკლავდები, ხო, ფსიქოთერაპევტები რისთვის ვართ? ზუსტად ამისთვის რომ აი ეს შევცვალოთ, ეს დამოკიდებულება შევცვალოთ. აი როდის არის სწორედ ფსიქოთერაპევტის ჩართვა აუცილებელი? როცა ვხედავ რომ თავზე მენგრევა ყველაფერი და ვხედავ რომ არც მე არა ვარ ბედნიერი და ვერც პარტნიორს ვერ ვაბედნიერებ და აი მაგასთან დაკავშირებით მოგეყვებით მე ხო ზღაპარი ხო არ უნდა მოუყვე აუცილებლად მამის გარეშე ხო არ არსებობს. მოკლედ ინდიელების ტომში ორი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა გადაწყვეტს რომ დაქორწინდეს. ერთი არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე ესეთი ბიჭი, რომელიც გამორჩეულია თავისი ვაჟკაცობით, თავისი პატიოსნებით და მეორე ტომის ულამაზესი გოგო, ნაზი, ნარნარი და ძალიან ფაქიზი. და მივლენ ტომის უხუცესთან და ეუბნებიან რომ ჩვენო დაქორწინება გადავწყვიტეთო და დაქორწინდითო მერეო. არაო, მაგრამ გვინდაო რომ ხედავთო რომ სიყვარული ინგრევა ხოლმე და გვინდაო რომ ცხოვრების ბოლომდე გვიყვარდეს ერთმანეთი და როგორ მოვიქცეთო. ცოტა რთული გამოცდა მოგიწევთ რომ ჩააბაროთ, მაგრამ თუ მზად ხართო გეტყვით. კარგიო, გითხარიო. მაშინო აი მთაზეო, ახვალ თუ სადაც არწივები დაფრინავენო, შენო, ამ ბიჭს ეუბნება, უნდა დაიჭირო არწივი, რომელიც ყველაზე მაღლა დაფრინავს. ოღონდ ხელით უნდა დაიჭირო, ბადითო. და გოგოს ეუბნება, შენ უნდა დაიჭირო მისი მეწყვილეო.
ასევე ბადითო და 3 დღის მერე. ხო, 3 დღის მერე ჩამოხვალთო და უნდა მოიყვანოთო ეს არწივები. მოკლედ 3 დღის მერე ჩამოვიდნენ და აფხაჭნილები და აგლეჯილები ძალიან ისე მამ დაიჭირეს ბადით. კარგია. მოიყვანა ამან მამალი არწივი, ამან დედალი არწივი. აბა როგორი არწივი იყო ესო? ყველაზე მაღლა დაფრინავდაო. კიო, ყველაზე მაღლა დაფრინავდაო. აი ესეთი ლაღიო. ესო დედალი არწივი ესეცო ხან ერთად დაფრინავდნენ ლივლებდნენ ჰაერშიო, ხან შორდებოდნენ ერთმანეთსო, ხან ისევ ერთად როგორ იქცეოდნენ. მოკლედ მოიყვანეს ახლა ეს არწივები და გამოართვა ამ ბრძენმა ეს არწივები და გადააბა ერთმანეთს და გაუშვა. რა მოხდა? ვერ იფრინეს. ვერ იფრინეს კი არა, ცოტა ხანში ეს არწივები, რომელიც ერთმანეთს ესე ილივლებოდნენ და ეფერებოდნენ, რამდენიმე საათში ერთმანეთს კორტნა და ჩხაპნა დაუწყეს, როცა გადაბმულები იყვნენ. აი ესეა ცხოვრებაშიცო. თავისუფალი ფრენა ორივეს. ერთად იფრინეთ, ოღონდ ერთმანეთის თავისუფლება ესე არ მიეჭაჭოთ ერთმანეთს. აი გარი მიჯაჭულობა. აი როცა ესეთი მიჯაჭულობა, ანუ ხდები კორტნას აუცილებლად, ხო? ანუ ერთმანეთის განადგურებას იწყებენ. არ შევზღუდოთ, ხო და არ გადავიდეთ ერთმანეთის საზღვრებში. ნიშნულოვანია, თუმცა აი განრიდებით მიჯაჭულობა რო ახსენე, აი გარი ზუსტად როცა მე საზღვრები მაქვს ძალიან ისეთი რომ მეშინია თავისუფლების დაკარგვის და გიწესებს საზღვრებს, რომ ამის იგით არ უნდა მაგრამ ეს მეორე უკიდურესობა. მეორე უკიდურესობა. ანუ ეს რომელიც არ არის ჯანსაღი, ხო? ეს უკიდურესობა და რა არის მიჯაჭულობა აუცილებელი კი არა. ძალიან საინტერესოა ყვავები. აი რომ ვერ წარმოიდგენთ სიცოცხლის ბოლომდე ულიან მშობლებს. რა საინტერესო. ზრუნავენ სიცოცხლის ბოლომდე და სპილოს როცა უკვდება სხვა ახლობელის და ტირის. ეს ძალიან ისეთი ცხოველების შემთხვევაში არ ვიცი როგორ თქვა, მაგრამ ადამიანურია, როდესაც ზრუნავ, როდესაც გიყვარს, როდესაც რაღაც დახმარებას ზემზრუნველობა არ ჭირდება არავის რა. ეს დედებმა განსაკუთრებით რომ აბა დედა ჭამე, დალიე, ეს გააკეთე, აქ წახვედი, ესე მოიქეცი და უკვე ახრჩობ ადამიანს. დიახ, აი მეგობრებზეც მინდა და მეკითხა, აი არის ხოლმე რომ მეგობრების შემთხვევაშიც არის ეჭვიანობა, ახლა სხვასთან წავიდა და დალია ყავა და ჩემთან არ მოვიდა და რაღაც არ მითხრა და ისე გააკეთა. უკვე ზრდასრულ ასაკში ვთქვათ 50 წლის ქალბატონებსაც შეიძლება მამაკაცებსაც მსგავსი რაღაც ეჭვები გაუჩნდეთ და შეაწუხოს აი ასეთმა ტიპის მიჯაჭულობამ და აი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა ვმართოთ ესეც ჩვენ თავში. ამ შემთხვევაში ხო ხვდები რომ ანუ პრობლემა პარტნიორში და მეგობარში კი არა რომელიც წავიდა და ხვასთან დალიაყავა შენშია და დავფიქრდე რომ რატომ მიჩდება მე ეს ემოცია. ანუ წეგან რაც ვთქვი ხო თუ მიტოვების შიში მაგ დაკარგვის შიში მაგ აი ეს კითხვები ამას თუ პასუხს გავცემ და ამ შემთხვევაშიც მივხვდები სადავარ და როცა ხვდები რომ ეს არ არის ჯანსაღი ამაზე უნდა ვიმუშაო იმიტომ რომ დავკარგავ ადამიანს ყველას წინდება მოკლედ რა ნებისმიერი არაჯანსაღი ურთიერთობა ბოლოს და ბოლოს ყელში ამოგივა და ეს ურთიერთობა მთავრდება და შენ ხარ უბედური ნახე სინამდვილეში მიჯაჭულობა რა არის იცი იმისი შიში აი პარტნიორები თუნდაც რო არიან და მაგალითად რა ვიცი ალკოჰოლიკია ან ცუდად იქცევა ან ვამბობთ ხოლმე რომ კაცო ესე ცუდად ექცევა და რატო არ შორდება ნახე ამ ადამიანს ამის დაკარგვის კი არ ეშინია სინამდვილეში იმედის დაკარგვის ეშინია რომ იმედი აქვს რომ ეს ოდესღაც შეიცვლება ოდესღაც გამოსწორდება მაგრამ ეს არის ფანტაზია ჩემი და როცა მიხვდები რომ ჩემი ფანტაზიაა და დავანებებ თავს ამ ფანტაზიორობას და საკუთარ თავში ჩავიხედები და საკუთარ თავში ვიპოვი იმ საყრდენს და იმ ძალას სხვა ადამიანი მე აღარ მჭირდება იმისთვის რომ კარგად ვიყო, ბედნიერი ვიყო, ჯანმრთელი ვიყო, ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა განაპირობებდეს ჩემს კარგად ყოფნას. და ქალბატონვალი, აი რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, თქვენ კითხვები ესე იგი აღნიშნეთ, რომ დაუსვითო თქვენ თავს შეკითხვები. აი დაუსვით შეკითხვები ჩვენს თავს და ვართ ასეთ მდგომარეობაში. ტოქსიკურ მიჯაჭულობას გამიცდით მეორე ადამიანის მიმართ და აი რა რეკომენდაციებს რჩევებს მოგცემთ ჩემთან. მაგრამ აი მოკლედ ეგ გასაგებია, მაგრამ აი თქვათ მაინც როგორ ვმართოთ? აი ვერ ვძლებ პარტნიორის ან მეგობრის გარეშე 1 საათი და უკვე ძალიან საშინელ ტკივილს განვიცდი. რაღაცა რამდენიმე რჩევა მაინც რომ მოგცემთ. იცი რა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ეს არის, რომ ბავშვობიდან მოდის ეს. და მივხვდე, დავფიქრდე, რომ მე ის პატარა ბავშვი აღარა ვარ და აღარ მჭირდება დედა იმისათვის, რომ უსაფრთხოდ გავიზარდე.
უკვე დიდი ვარ და რას მაძლევს? ნახე, პირველ რიგში უნდა გავიგო, რას მაძლევს ეს მიჯაჭვულობა. როცა ვიგებ, რას მაძლევს, ეს რაღაცა შემიძლია სხვა რამით ჩავანაცვლო და მე ადამიანის გაშვება უკვე ადვილია. ანუ ერთ-ერთი მექანიზმი არის ეს, რომ გავიგო და ჩავანაცვლო და როცა ხვდები, რომ შეიძლება ამან საერთოდ დამაკარგინოს ეს ადამიანები და როგორც წესი ადამიანი, რომელიც ვიღაცას ეწებება, მუდმივად ყველა გაურბის. და რატოა ხო თითქოს კარგი უნდა, თითქოს პირიქით უნდა რომ შენთან იყოს, მაგრამ ჰაერი სუნთქვის საშუალებას თავისუფლებას აძლევთ ადამიანს, მაგრამ პირველ რიგში მე ვკარგავ თავისუფლებას ამ შემთხვევაში და დავფიქრდე, რამდენად ღირს ჩემი თავისუფლების დაკარგვა იმათ რასაც ვაკეთებ და როდესაც შენ თავში იპოვი ამ თავისუფლებას, აღარ გჭირდება სხვა, აღარ გჭირდება ის და თუნდაც განრიდება ვენდო ადამიანებს. თუ მე ადამიანს არ ვენდობი, იქ ურთიერთობაზე ლაპარაკი ცოტა ზედმეტია და რო ამბობენ ხოლმე, მაგალითად არსებობს ესეთი გამოთქმა, რომ ჩემთვის მინდა ეს ადამიანი და სინამდვილეში ჩემთვის მინდა, იცი რას ნიშნავს, რომ ისე ვზრუნავ ამ ადამიანზე, რამდენიც მას ჭირდება და არა ისე როგორც მე ვთვლი, რომ გარეთ არ გაუშვა, არ გაცივდე ვიქნებ მე მინდა რომ გავცივდე. ვინ გეკითხება შე? ნუ დედებს აქვთ ეს. დედებსაც აქვს და ხშირად პარტნიორებსაც აქვს. დავახოსოთ ჩვენი თავისუფლება და გავუფრთხილდეთ ხვის თავისუფლებას. პატივი. სიამოვნებით და ველოდებით თქვენს სამომავლო სტუმრობას ჩვენს გადაცემაში თან არაერთხელ. დიდი მადლობა ძალიან. დიდი მადლობა ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე საუბრობდა სტუდიაში. ილიას სიტყვიერის სახე წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მწერლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციას ჩვენი გადამღების ჯგუფი სტუმრობდა, ნახოთ სიუჟეტი. ლუარსაბი და დარეჯანი, ოთარაანთ ქვრივი, ლელთხუნია. დამთვალიერებელი ილია ჭავჭავაძის ყველასათვის საყვარელ პერსონაჟებს ერთ ზღაპრულ სივრცეში პირველად იხილავს. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი მწერლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების გამოფენას მასპინძლობს. ილიას სიტყვის სახე, ასე ეწოდება ექსპოზიციას, რომელიც ილია ჭავჭავაძის შემოქმედებით სამყაროში გამოგზაურებთ. გამოფენა გაიხსნა 8 ნოემბერს ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. მუზეუმი გახლავთ თბილისის მუზეუმის გაერთიანების ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული. გამოფენას სახელწოდების ილიას სიტყვის სახე, სპეციალურად რასაკვირველია ილიას დაბადების დღეს დავამტყვია და წარმოდგენილია ილიას ნაწარმოებებზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა. გრაფიკული ნამუშევრები, წარმოდგენილია 5 სხვადასხვა მუზეუმის კოლექცია, ეს გახლავთ ილია ჭავჭავაძის საგურამოს და ყვარლის სახელმწიფო მუზეუმები, გიორგი ლეონიძის სახელმწიფო ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მნიშვნელოვანი კოლექცია წარმოდგენილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და რასაკვირველია ჩვენი მუზეუმის ფონდიდანაც არის წარმოდგენილი ნამუშევრები. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების ილუსტრირება პირველად მისი გარდაცვალების შემდეგ 1914 წელს მოხერხდა, როცა ექიმმა მიხეილ გედევანიშვილმა მწერლის თხზულებების პირველი ტომი გამოსცა. წიგნი ერთიან მხატვრულ ელემენტად გააზრებულ აკადემიურ გამოცემას წარმოადგენდა. ეს არის ის პირველი აკადემიური გამოცემა, რომელიც 1914 წელს გამოიცა, რომლის გამოცემას უზრუნველყო ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და ექიმმა მიხეილ გედევანიშვილმა და ეს გამოცემა გედევანიშვილისეული გამოცემის სახელითაც არის, ამიტომაც ცნობილი. წარმოადგენს რარიტეტს 2250 ეგზემპლარი დაიბეჭდა თავის დროზე, არ გაყიდულა და რიგდებოდა და გროვდებოდა შემოწირულობა, რომ შემდეგში სხვა ტომებიც გამოცემულიყო, თუმცა სამწუხაროდ მალვე მოხდა გასაბჭოება, ამიტომაც მიხეილ გედევანიშვილს ეს თანხა არც არავინ არ დაუბრუნა. მანამდე ილიას ნაწარმოებები გაფორმებულია მის სიცოცხლეში არ ყოფილა, ესე ვთქვათ, ცალკეულ პერიოდულ გამოცემებში იბეჭდებოდა ნაწარმოებები, ლექსები, მაგრამ ერთიანად ესეთი გამოცემული სამწუხაროდ მისი გარდაცვალების, მისი მკვლელობის შემდეგ 1914 წელს მოხერხდა. ილიას ნაწარმოებების პირველი ილუსტრატორი მხატვარი ჰენრიკ ხრინევსკი გახლავთ. ილიას ფონდმა
უზრუნველყო ორგანიზება ამ აკადემიური გამოცემისა ბეჭდვის შეირჩა სპეციალური კომისიის მიერ სწორედ ჰენრი ქრინევსკი და მას ერგო პატივი გამხდარიყო ილიას ნაწარმოებების პირველი ილუსტრატორი. ჰენრი ქრინევსკის შემდგომ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებზე სხვადასხვა პერიოდის მრავალმა მხატვარმა იმუშავა. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, თეიმურაზ ყუბანეიშვილის, თენგიზ მირზაშვილისა და სხვა მხატვართა მიერ შექმნილი ილუსტრაციები. ჩვენი მუზეუმის კოლექციიდან გახლავთ მიხეილ გვაჯაიას ნამუშევრები. აქ არის როგორც კაკო ყაჩაღის, ეთარანთქვრის, მგზავრის წერილების ილუსტრაციები და აქ გვაქვს ასევე ილიას პორტრეტი, რომელიც უჩა ჯაფარიძის მიერ არის შესრულებული და ეს ნამუშევრები მინდა გამოვყო საახალწლო მოთხრობის გოსტა შაბიშვილის ესე ვთქვათ ილუსტრაციებია, რომელიც 65 წელს შექმნა ელენე ახვლედიანმა და პრაქტიკულად პირველად იფინება, არასდროს არ იყო მანამდე გამოფენილი. აქ გვაქვს ვალერიან სიდამონერის თავი წარმოდგენილი, კაკო ყაჩაღის სცენები და ედ შუბჩიკასთვის დამახასიათებელი მისი ხელწერისთვის, ესე ვთქვათ, სახასიათო ფორმაშია წარმოდგენილი კაცი ადამიანის ილუსტრაციებია. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში წერლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების ექსპოზიცია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით იმართება. გამოფენა 28 თებერვლამდე გაგრძელდება. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილი. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ხვალამდე. ნახვამდის.